19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს. ამ დღეს, ისევე როგორც საქართველოს ყველა ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგია ჭიათურა საჩხერის ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში შესრულდა. ღმერთმა დაგლოცავს, გაგაცნიეროს და კიდე მოგილოცავთ ნათლისღების დიდ დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცავს და ღმერთაინებას ჩვენი შვიდერი განაცხადა. დაგლოცოს უყომა და გაგაცნიეროს. ნათლისღების მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრებში წყალკურთხევა აღესრულება. ამ დღეს დიდი აიაზმა იმართება. წყალში ჯვარს სამგზის მოათავსებენ და ჯვარს გამოსახავენ. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს უზმოზე მცირე ოდენს მიირთმევენ. მოდელი დღე აქტიურია იმით, რომ დღეს იონე წინანათლისმცემელმა განანათლა თვითონ ქრისტე და ამით თვითონ ხალხმაც აიდაცა ეს დღესასწაული იმით, რომ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ზუსტად აიქიდან უნდა დამგისდეს და შემოვიდეს და ეს ყოველთვის უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ხალხის მრევლით, მოსვლით და რაც უფრო გაძლიერდება, მით უფრო ძლიერი იქნება ხალხი და ნათლისღებაც ბევრი გახდება. ხალხის ბევრი განათლება ბავშვების და უფრო უკეთესი იქნება ეს ყველაფერი ამაზე ყოფნა. და საქართველოს სულოთავ ნათლისღებას სიხარულს მედნიერებას და ჯანმრთელობას უსურვებ. თქვენ ქართულ ხალხს და ჩემ ნათლიებს ულოცავ განსაკუთრებით. გილოცავთ ნათლისღებას, რავას და ეს არის სულ ბედნიერი გახარებულები ყოფილიყავით და უფლისფარულობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახს და დაროცულიყავით ზეციდან. უაქვარავდეთ უფალი ყველგან და ყოველთვის. ნათლისღება ეს არის დღე, როცა უფალმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იონე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისგან განწმინდა, რათა ადამიანებისთვის მის მიერ ცოდვათა მიტევება მიენიჭებინა. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ. ნათლისღების დღესასწაულზე სხვა დღეებისგან განსხვავებით ტრადიციულად უფრო მეტი ადამიანი ინათლება.